მოგესალმებით მეგობრებო. ნახეთ რა კარგი ამინდია რამზიანი. კაი, ეს მესამე დღეა მგონი ესეთი კარგი ამინდი გამოდის თუ მეოთხე უკვე ავირიე. დღეს გარეთ ვიყავი. დავტენე გაზი. ნახეთ რა უღრუბლოცა. ჩიტები დაფრინავენ, ისმის ჩიტების გალობა. ესეთი სასიამოვნოა გარეთ რო გადიხარ მზე რო გეფიცხები და ჩიტების გალობა რო გესმის. უკვე იგრძნობა რომ გაზაფხული ნელ-ნელა შედის ძალაში. კურტკა მეცვა, მაგრამ დავკეტავ ამას, თორე კატები, მე რა ვიცი, მაინც ნერვიულობ, არ გადავიდნენ. გაზი დავტენე, როგორც იქნა. ახლა ბარკალი მაქვს, ცოტა მიმეწვა, რა ვიცი, ვერ ვარეგულირებ, მოკლედ რაღაცა ჭირს ამ გაზის იმას. ნახო, ახლა ნორმალურად არის. მოკლედ ჭურჭელი დავრეცხე, ეს დამჭა, უთებში დაჭიქა. მაცივარში ვიპოვე ყავილოვანი კომბოსტო და მოვწალე, მოკლედ ამასაც დავამატებ, რაღაცას გავაკეთებ გარნირად, თუ როგორ ქვია. ახლა მოგესალმებით. მოკლედ წიწიბურა მაქვს, იმას გავაცხელებ, მაცივარში მაქვს, სოსოს უყვარს, ცოტა ხავს რომ მოვხრაკავ. წიწიბურას ვაყრიძემოდან ვაცხელებ, ანუ წიწიბურას და მე უკვე რაღაცასთან ერთად მიერთმევს. ხო, თან მინდა ეხლა ყავაც, მაგრამ ეს მაშინ და გადმოვთხრა ცოტა ხანი. გაზზე მოდუღებული ყავა მაინც უხამერი გემოსია გუშინ ჩემთან რომ მივდიოდი დედასთან, მოკლედ გზაში შევედი ბარონში და 2 ლარის ყავა ვიყიდე. იქ დედასთანაც დავლიეთ, რა თქმა უნდა. ხო და ჩემი გაკეთებული ყავა უყვართ ჩემებს. და მოკლედ რომ მივდივარ ხოლმე, შენ მოადუღე, შენ კარგად გამოგდის, შენი ცი პროპორციებიო. Ну, მე ყავის გაკეთება დიდად არ ვიცოდი. კარგად აკეთებდა ყავას სოსოს მამა და ასევე ჩემი თანამშრომელი სკოლაში რომ მუშაობდი, ესე ვთქვათ, ნაპარნისას რომ ეს ერთო ჩემოზე ყოფილა ყავა და აქ დარჩენი ეთქობა მესტიანი იყო და ხო და მოკლედ დავიყარე. ხო, რა გამახსენდა გუშინ. მოკლედ ერთხელ სადღაც 2 დღის უკან მგონი, 2 ჩოყარე იყო. 2 დღის უკან, ალბათ. შეიძლება 3, არ ვიცი, ზუსტად არ მახსოვს, რა მნიშვნელობა, არსებით მნიშვნელობა არ აქვს. ხო და მეზობელი ქვედა სართულზე მეზობელი ახალგაზრდა ბიჭი, ესე დაახლოებით ჩემი ნიკას ვერ ვეგუები. ნიკო რატომღაც არ ვიცი, რატო ეძახიან ნიკოს ჩემ შვილს, მე დავარქვი ნიკოლოზი და მთელი ცხოვრება ვეძახი ნიკას და დღემდე ნიკას ვეძახი. ნიკო რაღაცა არ არის ჩემი შვილის სახელი. ხო და მოკლედ ხო, თან მე დავარქვი. მე უკეთ არ ვიცი რა ვქი. ხო და საიდანაც წავედი. ხო და ეს ბიჭი იყო შემოსული მაღაზიაში, მე რაღაცას ყიდულობდი. თუ ჯერის ყიდულობდი, ну, მაგასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ხო, რაღაცაზე დაიწყო ლაპარაკი და ხო, მე ვკითხე. წამით. რაშვები მეთქი, შევატყე რა, როგორი ადამიანია, იცით, ძალიან სენსიტიური, კაი ადამიანია, უბრალოდ რთული პერიოდი აქვს, შევატყე ეგრევე, ეტყობა ხოლმე, ეგრევე ეტყობა და ვკითხე რა, მეთქი, შენს მუშევარი ხარ, თქო და ხო და აი თითქოს ამ კითხვას ელოდებოდა, რომ რაღაცა ეთქვა და ისე ვარო, რომ აი არ ვიციო რა, აი რაღაცა ხო დედას ხალათი ქონა მოყურული და ესე იდგა მობუსკული და ხო მეთქი ესე მეთქი მეც ძალიან გადავიღალე მეთქი ესეთი თითქო და
ესეთი რაღაცა მითხრა, აი თან გამეცინა და თან რაღაცა კუთხით არც გამეცინა, მაგრამ ნუ გავუგე რაღაცა, ანუ რაღაცა კუთხით რა, მოკლედ რა. ესეთი რაღაცა ვქა, რომ რა ვქნაო, არ ვიციო, ანუ ვზივარო და ნუ პოლიტიკურ იმებში რა, რაღაცა სადღაცას ეთყობა Facebook-ზე, სადღაცას რაღაცა როა, მოკლედ კომენტარებს არის ჩამჯდა. კომენტარებს არის ჩამჯდარი. რომ ვიღაც, ანუ ესეთი რა, რომ რაღაცა საწინააღმდეგო თქვას და აბა რა ვქნაო, სხვა არაფერი არ მახალისებსო ეხლაო, ანუ ხო წარმოგიდგენიათ როგორი მდგომარეობაა ფიზიკურად დამძიმებული, მაგრამ მე არასოდეს არ მომსვლია ესეთი რამე აზრად, როცა პრობლემებიც მაქვს, ხო? პრობლემა არა, პრობლემები. აი ეთყობა რა არის, იცით, ცხოვრებამ რაღაცები რომ მასწავლა მაქედან გამომდინარე. ვინც დიდი ხანია მომყვება, კი იცით, რაზეც ვსაუბრობ და ეხლა გეტყვით. მოდი ცოტა ხანი გაგონდეს. ხო და ძალიან კარგად გემახსოვრებათ ის რომ მე ის ვთქვი ადრე რომ რაც არ უნდა პრობლემები გქონდეს ცხოვრებაში და რაც არ უნდა რაღაცა სირთულეებს გადიოდე, აი ანუ შინაგანად არ უნდა გატყდე და არ უნდა, ნუ კი ახლა არის ხოლმე რაღაცეები, ხანდახან ადამიანები ვართ და ხან სისუსტეს გამოვიჩეთ და მთავარი ის აი ძირითადი რაც შეითვისეთ როგორ ვთქვა, აი გაითავისე და შენი რაღაცა ნაწილი გახდა, არ არსებობს ის ყოველთვის თავს იჩენს და გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან და იცით როგორი რაღაცა აი მაგალითად ეხლა ქვეყანა პრობლემები აქვს, ნუ ძირითადად ამ ეტაპზე ფინანსური, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხო, აი არ ფორი აქ ხვდებით რას ვიძახი, ანუ არ ვგიჟდები, ვაიმე რა ვქნა ესე ისე რაღაცა და რაღაცნაირად თითქოს აი უფრო კარგი ნათქვამი იქნება, აი უფალს მინდობილი რო ხარ რა ადამიანი და რო იცი რომ აი ნუ ყველაფერი რიგზე იქნება და მოკლედ ახლა ეს ადამიანი ახლა ჩემი მეზობელი როგორც ჩანს ასეთი მეთოდით ებრძვის იმ დეპრესიულ მდგომარეობას, ნუ ყველას თავისი მეთოდი აქვს როგორც ჩანს და ჭკვიანი ხალხი სულ იმას ამბობს, რომ არასოდეს უარყოფითად ადამიანს არ მიმართავს ადამიანი, თუ რა თქმა უნდა პირადად რაღაც არ დაუშავე, ეხლა მე მაგალითად ვიღაცას რამე რო დაუშავო და იმან პასუხი გამწეს, ეს ნორმაა და ნორმალურია და არის ადამიანები შეიძლება პასუხიც არ გაქცეს რა, ესეთიც არსებობს, მაგრამ ძირითადად როცა რაღაცაზე გაბრაზებულია ადამიანი და პირადად შეეხები, საპასუხოდ ხდება ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ როცა ადამიანს არც იცნობ, არ ერჩი და გიწერს ვთქვათ რაღაცა ისეთ შხამიანს და რაღაცა, ხო ხვდებით, ანუ როგორი კატეგორია, ანუ მე ვფიქრობ, აქ არის ორი კატეგორია. კატეგორია რას ვიძახი? ერთი არის ის, რომელიც ანუ თავს უსუსურად თვლის და ანუ არ აქვს გამართული ეკონომიური მდგომარეობა და ამ აი როგორც ჩემი მეზობლის შემთხვევაში რაღაცა ამითი ცდილობს რომ რაღაცა ცოტა ჭია გაიხაროს რომ ვიღაცას რაღაცა უთხრას და რაღაცა თითქოს ამითი გული მოიოხოს თუ რაღაც ამდაგვარი და მეორე კატეგორია რომელსაც ყველაფერი აქვს, ანუ ფულიც აქვს, სამსახურიც აქვს, ქმარიც ყავს, შვილებიც ყავს, ყველაფერი არის თითქოს, ხო, იმისთვის რომ უნდა იყოს ეს ბედნიერი ადამიანი და არ არის ბედნიერი. ანუ ნახეთ როგორი რაღაცა სულ მაგას ვიძახდი ადრეც, ეხლა ძველებს გემახსოვრებათ და ახალი გამომწერება, ეს ახალ გამომწერებს მოგესალმებით, მოკლედ. კიდე გავიმეორებ რა, თუ ძველ ვიდეოები იმდენია რომ რას გადახედავთ, ეხლა იმდენი სერიალებით უნდა უყუროთ, მაშინ გავიმეორებ იმას, რომ ადამიანი ვერასოდეს ვერ იქნება, უпроსტად ვერ გააბედნიერებს რაიმე ან ვინმე, თუ საკუთარ თავთან არ ისწავლა ეს ყველაფერი, ეს შეგრძნება და ეს ბედნიერება. და ამისი თავი და თავი, მეგობრებო, არის ღმერთის რწმენა, ანუ რწმენა.
და ღმერთის გზით სიარული. მე ესე იგი ბავშვობიდან ახლა კი ღმერთის წამდა ღმერთს ვესაუბრებოდი, როცა რაღაცა პრობლემა იყო სახში, მშობლები რომ ასე ვთქვათ მაბოლინგებდნენ და ასე შემდეგ, ეს იყო ესეთი რაღაცეები. ასე ვთქვათ, ჩემთვის სადმე რა ისეთი მყუდრო ადგილას დავждებოდი ხოლმე და ჩემთვის ვტიროდი, ღმერთს ვესაუბრებოდი და ეს იყო რა, ბავშვობიდან მქონდა ესეთი მოდი როგორ ვთქვათ, კონტაქტი, მოკლედ რა, მჯეროდა და წამდა. თუმცა ბევრი რაღაცა არ ვიცოდი მე და დრო და დრო, დაახლოებით კარგად რომ ჩავჯექი კალაპოტში, ეს იყო ნიკა მყავდა პატარა მაშინ. ხო, პატარა იყო, რომ დავიწყე ძალიან აქტიურად ეკლესიაში სიარული. რა თქმა უნდა, ნიკასაც დავაპორციელებდი თან და ჩემ გვერდზე იდგა საათობით, მეგობრებო, პატარა ბავშვი იდგა საათობით ჩემთან ერთად. იყო ესეთი შემთხვევებიც, როცა ახლა მაგალითად ზიარებისთვის დილა უთენია უნდა წავსულიყავი ტაძარში. ისე რა ხუნობს იქ კრივეები, ამოდიან მე ხანდახან შევწუნდები ხოლმე. ხო და როცა მივდიოდი ზიარებაზე, რა თქმა უნდა, მაგ დროს ბავშვი არ მიმყავდა, ბავშვს არ ვამარხულებდი ხოლმე, იმიტომ რომ მოზარდი იყო, ჭირდებოდა იქ ვიტამინები, ყველაფერი, მოკლედ რა, მე ესე ჩავთვალე, რომ არ იყო საჭირო ბავშვისთვის ესეთი კაცრი, ასე ვთქვათ, ყვება და ის. ხო, და რაზე ვყვები? რომ მივიდოდი ხოლმე იქ ზიარებაზე, უზმოზე, ის კი არა წყალიც არ უნდა ჩაგეგუბებინა, ნერწყვიც კი არ უნდა გადაგიყლება, მოკლედ, ესეთი ის და SMS ისეთი რთული გზა გავიარე, 7 გზის ლოცვებს ვკითხულობდი დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, ვისაც წარმოდგენა აქვს, კი იცით რას ნიშნავს 7 გზის ლოცვები და რა ხდება, რაღაცა ძალიან რა ხონე ისმის. ერთი წამით გავავნახა. ბავშვი ხტუნავდა იმაზე, აივანია, მოკლედ ეს ახალი რო გაგვიკეთეს ეს აივანი და კიბე რკინის ის არის რა, მოკლედ ბრუხუნის ხმავს. ხო, მოკლედ რას ვიძახდი? ზიარებაზე ვსაუბრობდი. ხო, 7 გზის ლოცვები. იცით ხო, ეხლა ვინც გარკვეულია ამ ბავში, კი იცით და ის კი არა, ჩემმა მოძღვარმა ისიც კი მითხრა, რომ შვილო, რატო დაისაჯე ასე თავიო, რატო კითხულობ 7 გზის ლოცვებსო რა, მე ესე გადავწყვიტე, რომ იმ გზის გავლისთვის მჭირდებოდა, რომ დისციპლინა მქონოდა, დისციპლინა სარწმუნოების მხრივ. ხო და ძალიან დამეხმარა, მეგობრებო, ნერვები დამიმშვიდდა, ახლა თავისთავად როცა ქვეყანა პრობლემები გაქვს ცხოვრებაში, იქ პირადში არ გეწყობა რაღაცა, იქ ის არის, ეს არის 1000 რაღაცა, ბოროტი ხალხი, შურიანი ხალხი რაღაც ლაპარაკობს. ხო, ახლა როგორი ის არის, განდეგილივით ხარ, მოკლედ, გაბულინგებენ და გაბულინგებენ რა, მთელი ცხოვრების მანძილზე და ეს დამეხმარა, რომ რაღაცნაირად გადავრჩენილიყავი, მოდით ესე ვთქვათ და თან ამასთან ერთად კიდე ის მასწავლა ამ ყველაფერმა, რომ უნდა მესწავლა საკუთარ თავთან ბედნიერება, საკუთარ თავთან ბედნიერად გრძნობა, რომ მეგრძნო თავი ბედნიერად და პრაქტიკაზე დავიწყე ამის გაკეთება. ის კი არა, რომ ახლა გაგონილი ყველას გვაქვს, ხო? მაგრამ პრაქტიკაზე ყველა ვერ ახერხებს.
ნუ ხან რას აბრალებენ ხარას, მაგრამ არასოდეს არაფერს არ დააბრალოთ, ყოველთვის ეძებეთ ღმერთი საკუთარ თავში. აი ეს მინდა ვთქვა, ანუ შიგნით უნდა ეძებოთ ყველაფერი და შიგნით როცა მოგიწესრიგდებათ სულიერი მდგომარეობა, ხო? მერე იმ ფულსაც ფასი ექნება, იმ ურთიერთობებს ყველაფერს ფასი ექნება და ყველაფერი იქნება ლამაზი. მე ძალიან ხშირად გამიგია, რომ გამიგია რა ხო რა ვიცი კიდევაც რომ უმრავლესობას ახალგაზრდების განსაკუთრებით გონიათ რომ აი მაგალითად თუ იმას გაყვებიან ცოლად, გაბედნიერდებიან, თუ იშოვიან რაღაცა დიდ თანხას, გაბედნიერდებიან. არა მეგობრებო, ასე არ ხდება. თუ ადამიანი შინაგანად არ არის ბედნიერი, ვერც ფული გააბედნიერებს იმას და ვერაფერი. ანუ ის უკმაყოფილების გრძნობა ყოველთვის იქნება მეგზური ადამიანის და არ მოასვენებს რაღაცა. ხო და აი ეს მეორე კატეგორია ზუსტად ესეთი მგონია, რომ საკუთარ თავში ვერ იპოვა ის სიმშვიდე, ის ბედნიერება, რომ ხო და ამას რომ მოიპოვებს ადამიანი, აი გეფიცებით, მართლა მოისუნთქებთ, მართლა მიხვდებით, რომ ცხოვრება მართლა მშვენიერია და არ არის რა რაღაცა მატერიალურში მხოლოდ და რაღაცეებში თუნდაც ურთიერთობაში. ხო და ეს არის რა ამოცანის ამოხსნა და ძალიან მებრალება, რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანები, იმიტომ რომ წარმომიდგენია, როგორ ჯოჯოხეთში იხარშებიან, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანმა ესეთი რაღაცეები დაგიწეროს, მიხვდით, ანუ ბედნიერი ადამიანი ვერ დაწევს ესეთ რაღაცას, გამორიცხულია. აი, როგორ ვთქვათ, აქსიომა, მოკლედ. ხო, თან მეშია არ დავწვა. ეს არის, არ ვიცი რა. მე თან კარაქტერს ვწავ. ეს ჩვენთან ხორწონის კარაქი ყიდება დაფასებულია და ყველაზე თხელია მოვარჩიე. ისეთი რამდენ საიტოეს და ჩავჯექი ჩემ ბიუჯეტში რა. ხა ვინც თვალყურს ნადევნებ, კი იცით ჩემ ბიუჯეტის ამბავი, ხო? ხო და ის რა ქვია. ხო, თვალყურის ნადევნებაზე. აი მაგაზე ცოტა არ იყოს გამეცინა. კარგა ხანიაო გაკვირდებიო. ერთგვარ დამწერა. ნუ ეს კომენტარი რა თქმა უნდა წავშალე, იმიტომ რომ შევატყვი რომ ადამიანს ეხლა რაც არ უნდა ველაპარაკო, მე ასოხივით დაუწერე, მაგრამ მე ჩემთვის დავფიქრე, მეთქი ვის რას უხსნი, მეთქი შეგნებული ადამიანი არც დაწერდა ესეთ კომენტარს და შეუგნებელს კიდე გინდა ესე ელაპარაკე, გინდა ისე, შენ თავზეო დიდი წარმოდგენა გაქვს. ყველა ადამიანს თავის თავზე, მოდით ასე ვთქვათ, რაღაცა დოზით რაღაცა წარმოდგენა უნდა ქონდეს. მაგრამ ეხლა ეტყობა იმან იგულისხმება ზედმეტი წარმოდგენა. ჯერ ერთი მე არ ვთვლი რომ მე ჩემზე დიდი წარმოდგენა მაქვს. იქიდან გამომდინარე რომ მე რო ჩემზე დიდი წარმოდგენა მქონდა, საკმაოდ დავიფასებდი ცხოვრებაში თავს და უფრო მეტსაც მივაღწევდი. ანუ კარიერულ თვალსაზრისით. ზუსტად რომ არა მაქვს ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა, იმიტომაც ძალიან დამხია ამ ყველაფერმა უკან. ხო და ისე რომ ვთქვათ კიდევაც, რატო არ უნდა მქონდეს ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა? ვარ ნიჭიერი ადამიანი. ძალიან ბევრი რამე მეხერხება. ვინც მიცნობს, იცის რომ მარტო ხატვა, კერვა და ქსოვა და ამის გარდა, ანუ ხელობა რა, როგორც ასეთი. ამის გარდა კიდე სანტექნიკა და რემონტი და რა ვიცი მე, ელექტროობა და რა ვიცი, ქვეყანა რაღაცა და გობელენი და რა ვიცი, მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავ და განათლება არ მაკლია, გონება არ მაკლია და გარეგნობა არ მაკლია, ვთვლი, ხო, კარგა ხანი, მეგონა რომ არ გამოიყურებოდი კარგად. მერე ადამიანებმა რომ მითხრეს, რომ რატო გაქვს ესეთი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, მერე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი შურიანი ადამიანი სპეციალურად ისეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ, რომ დავეკნინებინე და მე ვერ ხვდებოდი, ახლა ბავშვი ვიყავი და ძალიან ისე გულფრთხილად გულში ვიდებდი და მერე შედეგიც გამოიღო. აი ეს არის რა. ახალგაზრდები თუ ვინმე მიყურებთ, ანუ ზოგი მე ვიცი სკოლის მოსწავლეებიც მიყურებენ, თუ კიდე აგრძელებენ ყურებას, იმიტომ რომ მახსოვს ესეთი სკოლაში რომ მუშაობდი, რამოდენიმე ბავშვმა მითხრეს რომ გიყურებთო და
ეს ახალი ვლოგია დადეთო და მეთქი და ვაიმე აუცილებლად მიყურებ და ისეთ საყვარლები არიან თუ მიყურებთ ჩემგან დიდი მოკითხვა. ხო და მოკლედ ვინც რა არ უნდა გითხრათ აი არის ესეთი რაღაცა რა ეხლა მეგობრებს და დაქალებსაც არ თმევენ მაგრამ იციან ხოლმე რაღაც ესეთი ну ესეთი ლაპარაკი იციან რა მოკლედ ბავშვებშიც არის და სხვა ასაკშიც რომ დაგაჯერონ დაგარწმუნონ იმაში რომ შენ რაღაცით არ ხარ ისეთი კარგი ну ეს ცნობილი ფაქტია ეს არის შურის ერთ-ერთი ისა გამოხატულება ამიტომ არავის არ დაუჭიროთ თქვენ ხო გაქვთ თქვენი თვალები თქვენი შეფასება თუ როგორც არის ხო მე ვიცი ძალიან ბევრი არის ისეთი რომლებსაც არც გარეგნობა აქვს და არც არაფერი მაგრამ ისეთი თავდაჯერებულობა აქვს რომ აი მართლა რომ შეგშურდება ხო ჩვენ ქვეყანაში ახლა არავისთვის სიახლე არ არის და არავისთვის ახალი ამბავი არ არის რომ მე ახლა გადავედი ანუ სამსახურის თემაზე ვსაუბრობ ახალი ამბავი არ არის ის რომ სამსახურები მოდით პირდაპირ ვთქვა დღემდე იყიდება დღემდე არის ნაცნობობით მოწყობა ჩაწყობა ან თუ ნაცნობი არ ყავთ იცით მე უფრო ქალბატონებზე მაქვს საუბარი ну არა კეთილშინდისერი უხამსი გზებით ახერხებენ და მუშაობენ და ძალიან იშვიათ შემთხვევაში აი უიშვიათეთ შემთხვევაში როცა მართლა ძალიან ნიჭიერი ადამიანი კარგი სპეციალისტია თავისი ასე ვთქვათ თავის სფეროში აყავთ სამსახურში გინდათ გითხრათ რისთვის რომ მასზე გადატყდეს ყველა ჯოხები ანუ რას ვიძახი არ ვიტყვი ხა კონკრეტულად რომ სამსახურზე ვსაუბრობ ადრე მუშაობდი იყო საკმაოდ სამსახური იყო ერთი ესეთი ახალგაზრდა ქალი ძალიან ისეთი კეთილშობილი ყველაფერი განათლებული აი ძალიან უნიჭიერესი ესეთი ადამიანი და გონი იმ სისტემის ყველა საქმეებს მას აკეთებინებდნენ რა დანარჩენები მუქთახორობდა უბრალოდ რა ესეთებისთვის, ანუ ესეთი იმისთვის, აი ეს მართლა ნიჭიერები მხოლოდ ამისთვის სჭირდებათ. ნუ ესეა მოწყობილი. ნუ ჩვენ ქვეყანაში რაც ვიცი და რაც არ ვიცი, ახლა უცხოეთში რა ხდება, იქაც იქნება დარწმუნებული ვარ. ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და მაგალითად კი იცით რა გაიყნა ბოლო ხანებში ეს ყველაფერი და სინდისის თუ რა ქვია ეს ძარღვი რო აქვს გაწყვეტილი. ამიტომ იძულებული ვარ მე 51 წლის ასაკში რომ უბრალო რაღაცა ისეთი სამსახური უნდა მოვძებნო, რაზეც არ არის დიდი კონკურენცია, სადაც არ არის დიდი ანაზღაურება. ხვდებით რას ვიძახი? ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან კარგია ცხოვრება, იმიტომ რომ არაკლია საკვები, არაკლია ჩაცმა, დახურვა, მოგზაურობა, მაგრამ იმისთვის სულ ერთია სხვა როგორი ცხოვრობს რა მოკლედ. აი ესე. მაგრამ თავარი რაც ვფიქრობ რომ ჩემში ადამიანებს აღიზიანებს ზუსტად ის არის რომ ანუ კი რაღაცა მომენტში შეიძლება ესეთი ვიყო ხოლმე რაღაც მაგრამ აი მედგრად რომ ვდგევარ და რომ მახსოვს ყოველთვის რომ თავარია რომ იყო აი აქ კარგად სულში და გულში და დანარჩენი ხო ღვთისწყალობით ასე თუ ისე მოგვარდება და მოგვარებადია ერთადერთი რასაც ვერ მოაგვარებ ეს არის ადრეც მithქვამს ადამიანო გარდაიცვალა ვეღარ გააცოცხლებ თორე დანარჩენი ცხოვრებაში ყველაფრის მოგვარება შეიძლება მე ესე ვთვლი არ ვიცი დამიწერეთ თუ ვცდები ამ საკითხში მაგრამ ნუ ესეა და სულ ყოველთვის ჩემი დევიზი იყო ესეთი რომ ზარმაცი ადამიანი ანუ ზოგადად ზარმაცი ადამიანი ანუ არის ღარიბი ადამიანი მაგრამ ეხლა ნახეთ ჩვენ ქვეყანაში რომც არის ზარმაცო და წელზე ფეხები დაიდგა და მოისპო ჯანმრთელობა მაინც ღარიბი იქნება ასე რომ ეს გამონათქვამი ჩვენ ქვეყანაზე არ ვრცელდება და ჯობია ჩემი იმიდან ასე ვთქვათ მენიუდან ამოვიღო
ხო, აი ესეთი ამბები მეგობრებო. ხო, ვატყობ ჩემ თავს, რომ ნელ-ნელა მართალია ესე უცბად არ ხდება და კარგიც არის უცბად არ ხდება. ესე იგი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა ვიცი, დიდება უფალს მგონი უკეთესობისკენ მიდის და წონა მიდის და როგორც ჩანს წონამაც გამოიწვია კი არა. წონა ძალიან ბევრ პრობლემებს იწვევს მეგობრებო. ამაში დავწმუნდი, ჩემ ტყავზე გამოვცადე. აი ხო ვამბობდი, რომ ცხოვრებაში ამდენი არ ყოფილა, რამდენი კილოგრამი და რაც ანუ 20 კილოგრამს რომ მოიმატებ ადამიანი, თავი და თავი არის ყველაფერი, რა ვიცი, ჩემი აზრით რა, ცუდის, ანუ ჯანმრთელობის მხრივ. ვფიქრობ და ალბათ კი არა და დარწმუნებული ვარ, რომ წნევებიც წონისგან ანუ მოდის. გადარჩენილი ვარ ალბათ ვფიქრობ შაქრის დიაბეტს, იმიტომ რომ ბოლოს დაახლოებით მგონი 1 წლის უკან რო გავიკეთე სისხლის ანალიზი, ნორმაში იყო რა, ასე თუ ისე ყველაფერი. ხო და ანუ შაქარი არ მქონდა რა მომატებული. მაგრამ როცა არ არის პირობები იმისი რომ წარამარა იმოძრავ, თუმცა მე მაინც რა გამაჩერებს აგერ ახლა თქვენ გესაუბრებით და ფეხზე ვდგევარ. და საერთოდ ძალიან ხშირად ესე ვარ ხოლმე რა. ხო დავждები როცა ვამონტაჟებ ან რაღაცა ვიდეო მინდა ვნახო, აი ესე. და დღეს მაქვს კიდე ესე ჩაფიქრებული რომ უნდა დავიწყო რაღაცის გაკეთება, მე გაგიზიარებთ, გაჩვენებთ. ძალიან საყვარლობა რაღაცა უნდა გამოვიდეს. ხო და ნამუშევრებს რომ დავაგროვებ, მე უკვე დავრეგისტრირდები იქ გუშინ რო გითხარით, იქ აუცილებლად უნდა დავრეგისტრირდე, რადაცა უნდა დამიждდეს და ყველაფერი იქნება რა მეგობრებო, მთავარი არის მონდომება და მთავარი არის ღმერთის წყალობა. აი ესე ხო, ეხლა მე ძალიან დიდი ვიდეო რო არ გამომივიდეს და მოვასწრო იქნებ დღეს კიდევ ერთი ვიდეოც ჩავწერო. მოდით ესე ვთქვათ, ერთი საქმე, ანუ სამსახური კი არის ეს YouTube-ი. იმიტომ რომ რა კი არის ანაზღაურება, მცირედიც რო იყოს, ხო? ეხლა ამ შემთხვევაში მე მცირედი ანაზღაურება ორ თვეში ერთხელ თან. მაინც სამსახურად ითვლება. ერთ დროს ღმერთმა ქნას იმხელა შემოსავალი მომიტანოს YouTube-მა, რომ აი როგორ ვთქვათ, რო არ მოკვდები რა. ანუ არსებობისთვის რო გექნება რა. და შეიძლება მეტიც რა, მოკლედ არ ვიცი, ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. ხო, და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა გოგოებო, მართლა დიდი მადლობა. შეგნებულ ადამიანებს მიმართავ, ძალიან თბილ და ტკბილ ადამიანებს. თითქოს ხო ვერ ვხედავ, მაგრამ აი რომ გრძნობ რამდენად ადამიანურები არიან. დამავიწყდა ინტერნეტის გათიშვა და ისინი მოდის რაღაც მესიჯები. ხო და ასე რომ ყველას ასეთ ადამიანებს გისურვებთ წარმატებებს და იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილები და ძალიან ესეთი ბოღმის ბუკეტიკები, გისურვებთ რომ გამოჯამრთელდეთ, სულიერად გამოჯამრთელდეთ, რომ არ გაგიჩნდეთ ეგ სურვილი და არ გაგიჩნდეთ ეგეთი ფიქრი და ემოცია, რომ მოგინდათ ვიღაცას ანუ უარყოფითი რაღაცა დაუწეროთ, ან რაღაცა აზრი გამოხატოთ მსგავსი და უბრალოდ გიხაროდეთ თქვენი ცხოვრება და სხვის ცხოვრებას თუ ადევნებთ თვალყურს, ესეთები რო არიან, მაშინ ადევნე ისე კეთილგანწყობილად და თუ რამე არ მოგეწონება, ეხლა ადამიანები ვართ, ეხლა მაგალითად ყოფილა მე რაღაცა ვიდეოს ვუყურებ და აი ადამიანს გაუკეთებია ისეთი რაღაცა, რასაც მე არ გავაკეთებდი და უიმეთქი რაღაცა, ანუ ის კი არა, შევხედო და ეს როგორ გააკეთე, არა, აი რაღაცა ამას მე ესე არ გავაკეთებდი, მაგრამ მე ჩემ თავს ვეუბნები, კაცო, მე ვარ ის არის, როგორც უნდა, ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს. აი ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ხო,
მთავარი არ დამავიწყდეს, მეგობრებო, მთავარი, უმთავრესი. მუშაობასთან დაკავშირებით. ბიბლიაშიც კი წერია, რომ ადამიანმა უნდა აკეთოს ის საქმე. არ ვიცი, მოძებნეთ, დაგუგლეთ, რომელი ეს არის, მოკლედ, ანუ ეს აბზაცი თუ როგორც ქვია. ანუ უნდა სიამოვნებას და კმაყოფილებას უნდა განიჭებდეს სამსახური. და აი აქედან აიღეთ უკვე სტარტი. მიხვდით, რას ვიძახი? ანუ სამსახური, რომელიც ძალით აკეთებთ, რომელზეც აი კუდებით და ეს რაღაცა ჯანმრთელობას რო იუარესებთ, ეს კიდე ის არის და ანუ აი ყოველი დღე რო გეზიზღება, რომ სამსახურში უნდა წახვიდე, ასეთ სამსახურს ჯობია საერთოდ არ წახვიდე და უნდა მოძებნო როგორმე, უნდა ღმერთის წყალობით, უნდა ილოცო და რაღაცა რომ ღმერთმა გზა გაგინათოს და დაგაყენოს იმ გზაზე, რომ მიხვიდე იმ შენ სამსახურამდე, რომელიც ასე ვთქვათ, სიამოვნებით შეასრულებს შენ საქმეს, ხარისხიანად, როცა სიამოვნებით აკეთებს ადამიანი, ხარისხიანადაც აკეთებს. და კმაყოფილება რას ნიშნავს, რომ ანაზღაურება იყოს ისეთი, რომ შენ კმაყოფილი იყო შენი სამსახურით. ეს არის. კარგით, აი ახლა დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ და მთავარი, რაც არის, გულში და სულში უნდა გქონდეთ ბედნიერება და მაშინ ყველაფერი დავაგდება ირგვლივ. კარგით, მეგობრებო, დაგემშვიდობებით დროებით, გაგოცეთ.